ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს თუ მოვისმინეთ წმინდა წერილის სიტყვები, მაშინ შევისმენდით სიტყვებს, რომელიც ყველას გვეხება. უпростоრად შესმენა კიდე სხვა რამ არის, შესმენა არის, როდესაც ადამიანი მოისმენს, მიიღებს, გაიაზრებს, ნათქვამს თუ წაკითხულს, თუ რჩევას ან დარიგებას. მოსმენა გულისხმობს სიტყვების გაგებას, მაგრამ შეიძლება მოსმენილი არ დარჩეს არც გონებაში ადამიანისა და არც გულში. და დღევანდელი დღის წმინდა სახარების საკითხავი ყველას გვეხება. ანუ ჩვენთვის არის უკეთესი, რომ შევისმინოთ ეს სიტყვები. დავიმახსოვროთ გულსა და გონებაში. და ეგ სიტყვები არის უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც მან შეკრებილ ერს უთხრა. ნუ განიკითხავთ და არა განიკითხეთ. რომლითა განკითხვითა განიკითხოთ, განიკითხეთ თქვენც. რა მსჯავრით მიუწყოთ, იმ მსჯავრით მოგეწყოს თქვენ. ნუ ეტყვი შენს მოყვას, რომ მოდი დაგეხმარები ბეწვის ამოღებას თვალიდან, ხოლო შენ თვითონ თვალში დირე გაქვს. ანუ დიდი ხის მორი. ჯერ ამოიღე დირე შენი თვალიდან და შემდგომ უთხარი მოყვას, რომ დაეხმარები მას ბეწვის ამოღებაში. აი ეს სიტყვები, ძვირფასო ძმანო და დანო, ყველა ჩვენგვარს გვეხება. განკითხვა არის ის ცოდვა, რომლითაც ყველანი დაავადებული ვართ სამწუხაროდ. ზოგჯერ ასედაც კი ვამბობ ჩვენ, რომ მე არ განვიკითხავ, მაგრამ აი ასეთი არის ეგ საკითხი და მსჯელობ ამაზე. ზოგჯერ ვამბობთ, ღმერთო, შემინდე, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. და ვცდილობთ, რომ ესე თქვათ მინიმალური სიტყვები წარმოვთქვათ განკითხისანი, მაგრამ როგორც კი ჩვენ მსჯავრს გამოუტანთ ადამიანს, ყველა ჩვენი სიტყვა არის სიტყვა განკითხვისა. და რა არის, აი თქვათ, მსჯავრის გამოტანა? აი თქვათ, მე საუბრობ რაღაცა
ადამიანზე და ვთქვათ ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის უგუნური. არის უჭკუო, ასე ვამბობ. თითქოს ჩემ თავს ვამშვიდებ იმით, რომ მე ხო არ ვამბობ, რომ ის სულელია, მე ხო არ ვამბობ, რომ ის უკაცრავად და შტერია. მე ვამბობ უჭკუო. ჭკუა აკლია. უკვე მე მისთვის ჯავრი მაქვს გამოტანილი საკუთარ თავში. მე მას მივეცი შეფასება. და სუსტად ამაზე არის საუბარი წმინდა წერილში, რომ რა მსჯავრითა მიუწყოთ, იმ მსჯავრით მოგვეწყოს ჩვენვე. მოგეხსენებათ, რომ არის ესეთი რამ რასაც ქვია სარკაზმი, მახასიათებელი ადამიანისა. არის სარკაზმი, არის იუმორი და არის სატირა. იუმორი დადებითი თვისებაა ადამიანისა. იუმორის გარეშე ადამიანთან ურთიერთობა ძალიან რთული და მძიმე შეიძლება გახდეს. იუმორი თავის თავში მოიცავს კეთილხუმრობას. სარკაზმი ეს არის ისეთი ხუმრობა, რომელშიც შეიძლება მე ვთქვათ სულ პირიქით წარმოვთქვა სიტყვები, ვთქვათ ადამიანს ვუთხრა, რომ შენ ძალზე ჭკვიანი ხარ და ამაში გულისხმობდე იმას, რომ მიმაჩნია ეს ადამიანი სულელად. სარკაზმი ყოველთვის გამოხატულება არის ჩემი შინაგანი სიავის. სიავე კი არის ბოროტება. აი ხშირად ჩვენ სარკაზმის დაცინვის სახით აი ამ სიავეს გამოვხატავთ. ჩემს შინაგან სიავეს გამოვხატავ ადამიანისადმი. რომ კითხოს ვიღაცამ, ვეტყვი არა კაცო გავეხუმრე, ისე რაღაც მეგობრულად გავეხუმრე. მაგრამ ამ მეგობრულ ხუმრობაში არის ქედმაღლობა, არის მედიდურობა. მე მიმაჩნია, რომ მე უფლება მაქვს დავცინო და არის სიავე. მინდა გითხრათ, რომ ეს შინაგანი სიავე თითქმის ყველა ჩვენგანს გვებრძვის. ჩვენ გვინდა, რომ სხვა ადამიანზე უფრო უკეთესი გამოვჩნდეთ და ვთქვათ, უფლებას ვაძლევთ თავს დაცინვისა და ვერ ვიაზრებთ იმას, რომ ამ დაცინვის უკან არის ჩვენი ქედმაღლობა და
პატივმოყვარეობა, ანუ ჩვენი შინაგანი ცოდვები. და როგორც კი მე ამას ვანხორციელებ, მე უკვე ვექცევი ქრისტეს მიერ ნათქვამის სიტყვების მსჯავრის ქვეშ. ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო. რომელი მსჯავრით მიუწყობ, იმ მსჯავრით მოგეწყოსო შენო. და ზოგჯერ მე ამას სიტყვა მოსწრებულობასაც ვუწოდებ და ენაკვებატობას. მაგრამ სინამდვილეში ეს არის შედეგი პატივმოყვარეობის და მედიდურობის, ჩემი შინაგანი მედიდურობის, რომელიც შეიძლება თვალში არც კი ხვდება ადამიანს და ამავ დროს ეს არის შინაგანი სიავის მაჩვენებელი. მე რო არ მქონდეს რაღაცა მუხრუჭი, მაშინ ჩემს სიავეს და მედიდურობას ბოლომდედაც გამოვხატავდი. მაგრამ მაჩერებს, თუნდაც მაჩერებს ის, რომ შეიძლება მე თუ ზედმეტი მომივიდა, კიდევაც პასუხი მივიღო და პასუხი, რომელიც ჩემთვის სასიამოვნო არ იქნება სრულებით. შეიძლება კონფლიქტი წარმოიქმნას. შეიძლება მუხრუჭი არის ის, რომ მე ვცდილობ, რომ არ განვიკითხო ადამიანი, არ დავცინო ადამიანს. ეს ვიცი, რომ არ არის სწორი ქრისტიანული თვალსაზრისით ვარ ეკლესიის წევრი ან სასულიერო პირი ვარ. ეს არის ჩემთვის შემაკავებელი და ვცდილობ, რომ არ გავაკეთო, მაგრამ მაინც თავს ვერ ვიკავებ. და მინდა გითხრათ, რომ ამგვარად ჩვენ, როდესაც საკუთარ თავს ვაძლევთ უფლებას მსჯავრის გამოტანის, ვაძლევთ უფლებას სარკაზმის, მედიდურობის, დაცინვის, მაშინ ჩვენ თავზე ვიწევთ ქრისტეს სამსჯავროსაც, ქრისტეს მსჯავრსაც და რა განკითვითაც განვიკითხავთ, იგივე განკითხვით მოგვეგება ჩვენს. როგორ შევეცადოთ, რომ დავაღწიოთ ამ ცოდვას თავი? ყველაზე სწორი და წმინდა მამათა დარიგების მიხედვით არის, რომ საკუთარი თავი მივიჩნიოთ იმ ადამიანად, რომელიც განსაკითხი თვითონ არის პირველ რიგში. თავისი ცოდვების გამო. გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები. და მეორე, როდესაც
მოგვივა ასეთი სურვილი, საკუთარ თავს პირველ რიგში დავავალოთ, რომ ჩვენმა ენამ ზედმეტი არ ელაპარაკოს. და თუ ღვთის შეწევნით ენის დამორჩილებას ვისწავლით, ამით ავირიდებთ ძალიან ბევრ უბედურებას. და პირველ უბედურებას, ყველაზე მნიშვნელოვანს, ღვთისაგან გასამართლებას ჩვენი ავი ენის გამო. ამგვარად ძვირფასო ძვანო და დანო, წმინდა გვახსოვდეს სიტყვები წმინდა წერილისა. შენი სიტყვებით გამართლები და შენი სიტყვებით იქნები გამტყუნებული. ანუ ყოველი ჩვენი სიტყვა წარმოთქმული არასწორად და ამაოდ არის ჩვენი გამსამართლებელი. ჩვენ ეს გვავიწყდება სასულიეროსაც და გვავიწყდება საეროსაც. და შევთხოვოთ მოწყალე ღმერთს, რომ წმინდა წერილის შესმენის უნარი მოგცეს ჩვენ. და უკვე თუ შევისმენთ წმინდა წერილს, მაშინ კიდევაც ღმერთი მოგცემს იმის მათსა და ძალას, რომ სიტყვები წმინდა წერილისა აღვასრულოთ და ამგვარად ამ სიტყვების აღსრულებით მივიღოთ მოწყალება, შენდობა, ცოდვათა და მადლი მაცხოვრებელი უფლისაგან და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ამინ. ღმერთმა დალოცვილი გამყოფოთ. ჩვენთან არს ღმერთი.